მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი სოციალური დემოკრატიისთვის, ჩვენი პოდკასტის მე-15 ეპიზოდი, რომელსაც დავუთმობთ იმას თუ როგორ მუშაობს პროპაგანდა, რა არის ის ნარატივები, რასაც ქართული ოცნება თავს გვახვევს და რა არის გზები, რითაც შეგვიძლია ამ პროპაგანდას გავუმკლავდეთ და რაღაცა ახალ რელსებზე გადავეწყოთ. ჩვენ დღეს ესე იგი ვსაუბრობთ სოციოლოგ გიორგი ნამგალაძესთან ერთად, რომელიც ჩვენი მოძრაობის წევრია, ასევე გიორგი ვაჩნაძე, ფილოსოფოსი, ასევე წევრი და მე კულტურის მკვლევარი ლუკა ნახუცრიშვილი, ასევე მოძრაობის წევრი. პროპაგანდა ისეთი თემა არის, რომელზეც სულ არის ლაპარაკი, ხო? და თქვათ იგივე ოპოზიციურ მედიებში სულ მსჯელობენ იმაზე, რომ ოცნება რაღაცა პროპაგანდას ეწევა, ხო? მაგრამ როგორც წესი, სამწუხაროდ ეს კრიტიკა მთლად შინაარსიანი ხშირად ვერ არის ხოლმე, ხო? ან თქვათ ამ პროპაგანდას უპირისპირდებიან ხოლმე აი რასაც ფაქტ-ჩეკინგი ქვია, ხო? რომ ანუ არის თქვათ რაღაცა მანიპულირებული ფაქტები, რომელთაც მერე დაუპირისპირებ თქვათ რაღაცა ფაქტების გადამოწმებას, რაც ოღონდ აშკარად ასევე არ საკმარისია ხოლმე და არ წუდება იგივე პუბლიკას, რომელმაც შეიძლება მიიღო ეს პროპაგანდა, ხო? ოცნების მიერ წარმოებული. ასევე აშკარა არის, რომ თქვათ ადრეც, ხო, თქვათ წინა ხელისუფლების დროს რაღაცა პროპაგანდისტული მანქანა მუშაობდა რეპრესიულ აპარატთან ერთად, მაგრამ ეს თითქოს რაღაცა პირველად რომ მარტივი ფორმა ჰქონდა, ხო? ამ პროპაგანდისტულ მანქანას უფრო ცალსახა იყო, თქვათ, ტყუილით და მართალით, ან იგივე თქვათ, რა პოზიცია შეიძლება დაკავებინა მასთან მიმართებაში და დღეს ძალიან ბევრი ტენდენციის გლობალური გადალაგების ახალი ტექნოლოგიების პირობებში უფრო გართულდა პროპაგანდის ქსოვილიც, ასე ვთქვათ, ხო? და ოცნებამაც აშკარად რაღაცნაირად ახლებურად ალღო ამ ყველაფერს და აი რა ვიცი, რომ დავიწყოთ ამაზე, აი ამ საკითხის გაშლით, ხო, რომ რა არის ის, რაც თქვათ ოცნებისეულ პროპაგანდას დღეს ხდის უფრო მრავალმხრივსაც, უფრო რთულად მოსახელდებელს და უფრო რთულად გამკლავებაც, ხო? აი გიორგი, შენ რო დაიწყო თქვათ ამ საკითხის გაშლით. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის თქვენს პოდკასტში. ხო, ნუ თვითონ ამ შინაარსი და იდეა პროპაგანდის არც ახალი არის და არც ალბათ უახლოეს მომავალში არ დასრულდება პოლიტიკის კეთების დროს. საინტერესოდ ჩემთვის რაც არის ცალსახადი ის ალბათ და დამეთანხმებით რომ ოპოზიციური და ხელისუფლების მედიები ორივე პროპაგანდისტული არის. შესაბამისად ინფორმაციის გაშუალება რაღაცნაირად მსმენელსა და ახმელს და მედიიდან მოწოდებულ ინფორმაციას შორის ვერ ხერხდება, არ ხდება. საინტერესო არის ის, რომ ხელისუფლება ამ თავისი პროპაგანდისტული მედიებიდან გამომდინარე ცდილობს ისეთი მესიჯების წარმოებას და ისეთი დისკურსის წარმოებას, რომ აღმქმელებმა პოსტ ინფორმაციის ნახვის შემდეგ შეძლონ და მოახდინონ ამ ინფორმაციის გაშუალება. მარტივად რომ ვთქვათ, ერთმანეთს მოუყვნენ ყოველ შემთხვევაში ინტერპრეტაცია გააკეთონ იმის, რაც სახელმწიფო მედიიდან მომდინარეობს. მაგალითად, განსხვავება ომსა და მშვიდობას შორის, ხო? ნუ ეს ძალიან ძლიერი ნარატივი, რაც წმინდად პროპაგანდისტული არის. ასევე ეროვნული სენტიმენტებისა და თავისმოხვეული რაღაცა უცხოური გავლენების განსხვავებასთან დაკავშირებით ეს კიდე ერთი ფუნდამენტური ნარაცია, რასაც თითქმის ყოველდღე აწარმოებს ქართული ოცნების ეს პროპაგანდისტული მედიები, ხო?
და თავარი კიდე ეროვნება, ღირებულებები, სამშობლო და ეს გახლეჩვა ამ უსამშობლოობას შორის და ამისი დაყვანა არა მხოლოდ ფაქტებზე, არამედ ინტერპრეტაციაზე და უშუალოდ ვიზუალურ ნიშნებზე და განსხვავებებზე ადამიანებს სოციალურ ჯგუფებს შორის, მათ შორის, არა მხოლოდ ინდივიდებს. მთელი ეს ამბავი, რაც მიმდინარეობს, ძლიერდება იმითი, რომ წეგანაც საუბრობდით რა, სანამ დავიწყებდით, რომ მრავალ სეგმენტს მიემართება ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანა უკვე რაღაც გაგებით, იმიტომ რომ მას არ ყავს და არ აქვს ერთი მედია, ხო? და არ ყავს ერთი პუბლიკა. და არ ყავს ერთი პუბლიკა, კი ბატონო, ზუსტად და ამბავი კიდე იმაში მდგომარეობს, რომ ტელევიზია როგორც ცენტრალური მედიუმი, ცალმხრივი მედიუმი, ძირითადი მედიუმი, კიდევ ძალაში არის და სავარაუდოდ ტელემომხმარებელიც, ვინც ინფორმაციას უშუალოდ ტელევიზორიდან იღებს, მე ვთვლი, რომ საკმაოდ ბევრი არის, ვინც ქართულ ოცნებას უჭერს მხარს და ემხრობა. თან ბოდიში, ტელევიზიის ფარგლებშიც ხო ბევრად უფრო გამრავალფეროვნებული არის. ძალიან ხო, აი მაგამდე მინდა ზუსტად რომ მივიდე რა, ზუსტად. რამდენიმე მედიაა, ცალმხრივი მიმართება აქვს, ტელევიზორთან პრობლემას რა წარმოადგენს, ხო, რომ მონაწილეობას შენ ვერ იღებ ინფორმაციის გარდაქმნაში. ხო, ეს ინფორმაცია არის შექმნილი, ტაბუირებული, ამაზე ვიღაცამ იფიქრა, იაზროვნა და ეხა შენ ამას გაწვდის სამზარეულად, ხო, როგორც აქსიომებს. ამას ქვია ცალმხრივი კომუნიკაცია, რაც უშუალოდ ტელევიზიას ახასიათებს, ხო? არის კიდე ეს ორმხრივი კომუნიკაცია, მათ შორის, როცა მაგალითად ლაივს უყურებთ და რაღაცა დაკომენტარება შეგიძლია, აზრის და ცნობიერების ნაკადზე შეგიძლია მოკლედ გავლენის მოხდენა. რასაც როგორც შევამჩნევთ, მე პირადად ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ამ შესაძლებლობებს ამცირებს მედიუმებთან მიმართებაში ქართული ოცნება და პირიქით ხდება ოპოზიციის მხრიდან ან ნეიტრალურად განწყობილი ადამიანების მხრიდან რაიმეს გაშუქებასთან დაკავშირებით, შეზღუდული აქვს ამ კონკრეტულ ჯგუფებს და სეგმენტებს არ აქვს ტელევიზიები მარტივად რომ თქვა, ხო? ფული ღირს ეს ყველაფერი, საკმაოდ ძვირი ჯდება და ტოვებენ ამათ გამოიყენონ ეს უკვე ორმხრივი მიმართების მედიები, სადაც მე ხდება მაგალითად ისეც რომ გვინახავს და მომხდარა რომ უშუალოდ ქართული ოცნების მომხრეები შედიან და იქაც უკვე ამოღრევენ, ასე ვთქვათ, წყალს, Facebook Live, YouTube, იგივე კომენტარით, ან დაშერებით და სხვა ინტერპრეტაციის მიცემით. მთელი მოკლედ ის თქვაც მინდა ძირითადი ამბავი ამ პროპაგანდის არის, რომ ამბები დაინტერპრეტირდეს ისე, როგორც ეს უნდა მას, ვინც აწარმოებს პროპაგანდას. რაც ხო წინა ხელისუფლებას, ძალიან უჭირდა ეხა ამათთან მიმართებაში. ან არ ჭირდებოდა, ან ეგეც ანალიზის. არც იყო ალბათ მაშინ, ხო? ეს ანუ თქვა იყო რა ვიცი რუსთავი 2 რომელიც რაღაცა თქვა ყველას რუსეთს აგენტს დაუძახებდა. კი ბატონო, ეს აგენტების კონოტაციაც როგორ შეცვალა? ხო, შემოტრია. აიღეს და ხო. დანარჩენი ჰიბრიდული ომის ცნებაც ძალიან ორივე მხრიდან გვესმის, ანუ ზოგჯერ პაპუაშვილი აბრალებს ბრუსელს და ევროკავშირს ამ ჰიბრიდულ ომს, მაგრამ ასევე ჩვენ აქტიურად კი, fake news-იო თქვა პაპუაშვილი იტყვის ამ ოპოზიციურ მედიებზე და იქიდან პირიქით, ხო? მთელი ამბავი ისე მოგვარდა რაღაცნაირად, რომ ამ სახელმწიფო ბლოკმა მოახერხა და შექმნა ძალიან ძლიერი ეს ცენტრალური მედია, რაც უშუალოდ ტელევიზიიდან მოგვეწოდება და ბევრი სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი კი. რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, შეიძლება წინა ხელისუფლების პერიოდში მაგალითად ამდენი რესურსიც არ ქონდათ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. ხო. პლუს სოცქსელები, რომლებიც მაშინ ესე მიშას დროს Facebook-ი ხე იწყებოდა, ხო, იყო ერთი ფორუმ G და დანარჩენი, ხო, საერთოდ ამ პროპაგანდის საშუალებად. ხო.
ხო, რაღაც ესეთი მონახაზი შემიძლია დასაწყისისთვის გავაკეთოთ და მე გავაცნობთ. ამ რაღაცა ჩავშალოთ, ხო, იგივე ტელევიზიების მექანიზმი, ხო, თქვა არის საზოგადოებრივი მაუწყებელიდან რუსთავი, რომელიც უფრო აკადემიურად შეიძლება გაწვდიდეს ამ პროპაგანდისტულ მესიჯებს, თქვა მე იმედი უფრო ესეთ რადიკალურ შეფასებით ტონალობაში გადაიტანს ამ ყველაფერს, უფრო პირდაპირ ოცნებისეულ სამეთყველო აპარატს მოარგებს, მე პოსტივი მთლად მდარე ჭორაობის დონეზე ჩაიყვანს და მე უკვე თქვა სოცქსელებში ვიღაცა ინფლუენსერები ისინიც იმის დამიხედვით რა სეგმენტზე გადიან, ვიღაცა უფრო მაღალ ინტელექტუალურად შეფუთავს რაღაცა ცენტრალურად ჩაშვებულ მესიჯს, ვიღაცა ისე უფრო მდარე ჭორაობის და ლანძღვის დონეზე და აკმაყოფილებენ. თავისი ნარატორი, ვინც ეს კონკრეტული ერთი და იგივე ინფორმაცია თავის ინტერპრეტაციით უნდა გადასცეს მაყურებელს. კი ბატონო. აი რა შეგვიძლია, ანუ ეს აშკარად არის არაფერს მართლა ის როგორც შენ თქვი, არაფერს ახალს და განსაკუთრებულ ოცნება არ შვება, არამედ მიყვება გლობალურ ტრენდს, ხო, რა ტექნოლოგიური ინოვაციები გვაქვს. თქვათ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის შემდგომ რაც დაიძრა, ხო, ეს კრიზისი რაც წარმოიშვა, ხო, იგივე რასაც პოსტსიმართლეს და პოსტფაქტუალურ სამყაროს უწოდებენ, ხო? ანუ ეგეც მაგაშიც რაღაცა ძალიან ბუნებრივად დაიმკვიდრეს თავი და ყველა ის მეთოდი აითვისეს, რომელიც ძალიან ხო, ან პოპულიზმი ესეთი ძლიერი, საერთოდაც მე ვიტყოდი ჯერჯერობით მგონი არ ყოფილა თვითონ გლობალურ სამყაროში. საერთაშორისო საჯარო სივრცეში ანუ ხა ამერიკის პოლიტიკაში თუ საუბარი მიდის, პირდაპირ ფაშიზმის თავიდან გაღვიძება ხდება, პირდაპირ რადიკალური იდეების გაღვიძება ახლიდან ხდება, მათ შორის ხალხის გაგზავნა სადღაც ციხეებში, ქვეყნის გარეთ და ასე შემდეგ და ამ კონტექსტში მე დავინახე რაღაც პარალელები, აი რასაც უწოდებენ პოსტფაშიზმს, რომელიც ანუ თითქოს ამის ელემენტებს, იმიტომ რომ პოსტფაშიზმი გამოირჩევა იმითი, რომ ის დეცენტრალიზებული არის და ისევე კარგად ერგება თანამედროვე სისტემას, მათ შორის გლობალურ კაპიტალიზმს, რომ ხშირად ის შეუმჩნეველი არის კლასიკური ლიბერალური დემოკრატიისგან, ამაშია საქმე. ანუ რთული გასარჩევია ეს ახალი ფორმის ფაშიზმი, იმიტომ რომ ის შიგნიდან ჭამს დემოკრატიულ მას პროცესებს, ხო? ეხლა ჩვენთან შეიძლება ესე ვთქვათ ლიბერალურ დემოკრატიაც კი არ ყოფილა თავისი წესიერად, მაგრამ მიუხედავად ანუ პირიქით ამან შექმნა უფრო ხელსაყრელი საშუალებები, ხო, რომ ეს ტაქტიკები გავრცელებული იყო, ხო და ეხლა უფრო ესე ფილოსოფიურად რომ მიუდგე, ხო, ანუ რას ნიშნავს ეს პოსტსიმართლე, პოსტფაშიზმი, ხო, იმიტომ რომ კლასიკურ ფაშიზმში იყო ელემენტები მილიტარიზმის, რადიკალური მობილიზაციის და მტრის ხატი იყო ეს უფრო ერთგვაროვანი ვიდრე დღეს. ეს იყო ან რასის წარმომადგენელი, ან ეროვნების წარმომადგენელი, ასე შემდეგ, ხო? ანალოგიურად, ეხლა პარალელები მინდა გავავლო აი პოსტფაშიზმსა და პოსტჭეშმარიტებას შორის. ხო, იმიტომ რომ პოსტფაშიზმამდე ფაშიზმი ჰქონდა, პოსტჭეშმარიტებამდე რა ჰქონდა? ჭეშმარიტება, ხო? ყველა ჭეშმარიტებას იძახდა, არა, ხო? ანუ უბრალოდ მანამდე ჰქონდა უფრო გასაგები კრიტერიუმები თუ როგორ გავარჩიოთ ჭეშმარიტება ტყუილისგან, ხო? და პროპაგანდის იდეოლოგიის, ესე ვთქვათ, კლასიკური მოდელი, ხო, არის რომ არსებობს სიმართლე, ეს სიმართლე არის დამალული. დღეს ესე არ არის, იმიტომ რომ და მე მგონი აი ქოცური პროპაგანდაც ამას იყენებს, იმიტომ რომ ქოცები შეიძლება ესე პირდაპირ ტყუილს არ ამბობენ, თუმცა მაგასაც იყენებენ, შავზე თეთრის თქმის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი და ამაზეც მინდა ვისაუბროთ, ხო, ის მათი ევროპელობა რა არის. ისინი ასე ეძახიან ევროპელობას და თან პარალელურად როგორ ათანხმებენ აი ამ თითქოს პარადოქსს, ხო, რომ ევროკავშირი კი არა, ევროპელობა რაღაცა, რაც ევროკავშირამდე არსებობდა. და ეს ორმაგი თამაშიც ძალიან მაინტერესებს, ხო, მაგრამ ორი სიტყვით რო შევაჯამო, ხო, ანუ რა განსხვავებაა ფაშიზმსა და პოსტფაშიზმს შორის, რომ პოსტფაშიზმი არ არის იმდენად პრინციპული, როგორც ფაშიზმი, უფრო მოქნილია. და ნებისმიერ იერარქიას უბრალოდ აძლიერებს. ხო, ანუ კლასიკური ფაშიზმი მოვა დაუშვა თითქოს რომ აი ჩვენ გვაქვს ეს არის რაღაც, ეს არის კაპიტალიზმი, ეს არის კორპორატიული სტრუქტურა, ეს იერარქია უნდა მოიშალოს და ჩვენ უნდა დავნერგოთ ჩვენი იერარქია.
პოსტფაშიზმი ესე არ მუშაობს. პოსტფაშიზმის შემთხვევაში იერარქია უკვე არსებობს, უკვე არიან ჯგუფები, რომლებიც სტიგმატიზირებულები არიან, უმცირესობას წარმოადგენენ და ის უბრალოდ ამძაფრებს არსებულ იერარქიებს. თან ერთი პრობლემა რაც სასახად ჩანს არის ის რომ მიუღებელი არ არის რომ შენ წარმოადგენდე პოსტფაშისტურ ცნობიერებას ასე ვთქვათ და სხეულსაც რომ რამეც საჭიროების შემთხვევაში ძალადობისკენ მოწოდებები და ფაქტობრივად ჩართვა და გამოყენება ძალადობის ესეც თითქოს ის ხდება რა მისაღები რა აი ესეთი ველი არის შექმნილი რომ ნუ ვითომ გმობთ და არ გვინდა მაგრამ ნუ საჭიროების შემთხვევაში ეხლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ აგერ სხვადასხვა აი შეამჩნია პოლიციური ძალაც კოცების ხო არ არის უფრო ტაქტიკური გახდა ანუ თითქოს აი ზღვარზე არის უბრალო ძალადობასა და მადისციპლინირებელ ძალას შორის ანუ პირდაპირ კი არ მოდიან ანგიჭა ჯერ გაზი მერე ისა მერე რაღაცა ჭავლი ბაზა რომელიც უბრალოდ ხო ან უბრალოდ სუფთად ვიზუალური ეფექტის მოსახდენად ხო ანუ სანამ გადავლენ ხალხის თემაზე ხო გახდნენ უფრო და ხო და დასავლურებიც თვითონ ეს დასავლურებიც ძალიან ხო ნუ ნამდვილადაც არის იდეაში ხო როგორც რეპრესიის სტრატეგია როგორც დამოჩენილი სტრატეგია როგორც ნაციონალურ მოძრაობას ყავდა მაგალითად ნუ ეს მთელი ეს ბანდა რო გამოყრიდნენ და ნუ ამას უკვე ეს ინსტიტუციონალიზებული არის რაღაცა გედედე ქვია ვიცით ხელმძღვანელი და პირდაპირ ძალიან გასაგებად მოუწოდებს თავის ჯარისკაცებს მოკლედ ამ ვიღაცა ვიგინდარების მოსაკლავად და დასარბევად და ასე შემდეგ. და ნუ მისაღები გახდა ხო რა ეს ფაზა კანონის ფორმა მიიღო ხო ყველაფერმა იმან რაც დაკანონდა ხო დაკანონებული არის მართლა ლეგალური ფორმა მიიღო ყველაფერმა რაც მანამდე რა ვიცი გადაცდომა ან დარღვევა ან რაღაცა დამსვლელების შალახვა ან რაღაცა ეგეთ შეიძლება და კიდე მაგარი მომენტი რაც აი ამათ მედიებში ხდება და რაც საინტერესოა ხოლმე ჩემთვის ძალიან ერთი პარალელი ის რომ ის გახდა მართლაც დასავლური და ეს მოყავთ სერიოზულ მაგალითებად, ნუ მთელი ტრენინგები ტარდება, რომ ეხლა მოსამზადებელ პერიოდში თანამშრომლებს ანახონ, ხალხიც მოამზადონ ამისთვის. ხო, პარიზში რომ მაკრონი რომ საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციას ბრუტალურად შლის ამ პალესტინის ხარდამჭერ ჩვენ ხა რას ქვია ეხლა ხალხს უნდა ტერორისტს უჭერენ ხარს და უნდა დავარბიოთ. ამასთან ერთად თვითონ ეს ლოკალური პოზიციებიც რა ეს ამ გამოჩენა ხელმძღვანელების ისე რომ ამ ადამიანის სახე და პოზიცია სამოქალაქო და პოლიტიკური მათ შორის ლეგიტიმური ხდება ძალიან აძლევს ხელს გაძლიერებას იმ აზროვნების ვინც მაგალითად ტელევიზიიდან და თუნდაც ამ შემთხვევაში უკვე ინტერნეტიდან იღებს ინფორმაციას სახელდების და ლეგიტიმაციის საშუალება ხდება მოკლედ ეს სამეთაურო პუნქტების და მათი ეროვნული იგივე თავის სექსუალურ ორიენტაციასთან, რწმენასთან დაკავშირებული მოწოდებები. ნუ ომში ვინ წავა და მე წავალ და ხო აი ზუსტად რა. ხო რა მე ვიომებ და შენ ვიომებ და მე შემომხედე და მე კუნთიანი ვარ და 90 კილო ვარ და შენ 30 კილო ადამიანი ხარ და რა ომი ისომი და ნუ აი ამ ყველაფრის კონცეპტებად და ვიწრო ინფორმაციებად და დისკურსებად ქცევა და სხვადასხვა მედიაში უკვე თავიანთი ტექნიკებით და ნუ ხელმძღვანელებით გაჟონვა უკვე ამ ინფორმაციების აძლევს ძალიან დიდ ლეგიტიმაციას სახალხო განწყობასაც რა შემდეგ მე რომ ეს რო ქუჩაში გამევორდეს ნუ არავის არ უნდა გაუკვირდეს იმიტომ რომ ამას აკეთებს კედედეს უმაღლესი პირი მაგალითად და კიდე ერთი არ შემიძლია რომ არ შევეხო საზოგადოებრივი მაუწყებლის სიტუაციას და მოთხოვნებს რასაც მარში ავრცელებდა ხოლმე რა ვერ მოვესწარით და აფექტურ გადაცემებად დარჩა ის გადაცემები როცა შევიდნენ შეუშვეს მარშის წევრების და ხო და ჩაატარეს ეს ყველაფერი მოაწყვეს ისე რომ თითქოს აი ამ აფექტურ
ბრებად გარდაიქმნებოდა სახალხო ტელევიზია და მოკლედ იქიდან ვიღაც ლიბერალები და აქედან კონსერვატორები უყურებდნენ ერთმანეთს. მოხდებოდა ინფორმაციის გაშუალება და თანაბრად დაინტერპრეტირება იმ შემთხვევაში ეს რო გაგრძელებული იყო და ცალსახად მოხდებოდა. და მედია რომელიც პროპაგანდისტული საბოლოო ჯამში არ არის, ზუსტად ამ ორმხრივი და ორი აზრის შეკავშირებას, შეპირისპირებას და სინთეზს უწყობს ხელს, ხო? სხვა შემთხვევაში დავრჩებით ასე ცალმხრივ მედიებში, გვექნება რაღაც ოპოზიციური 1-2 არხი რაც დარჩა და ჯერ დავუგედავთ იმ მათი პროპაგანდა, პროდასავლური და დაგვრჩება ქართული ოცნების რაღაც პროეროვნული რაღაც რელიგიურ ფუნდამენტალისტური ხო ნახევარსიმართლეები, მაგასაც ახსენებდი, ხო? ნახევარსიმართლეები ხო პერიოდიდან, ხო? რომ ეს თქვათ იგივე აი რაღაც პარიზში დარბევის იმას რომ მასკიშვებიან. ხო, ხარეს ვიღებთ. ხო. მეტლის. თორემ მართლა ის ხო არ არის რომ თქვათ პარიზში მაკრონი არ არბევს საპენსიო რეფორმის ძალიან ნეოლიბერალური საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგე ათასობით ადამიანს ხო ან თქვათ პალესტინელების მხარდამჭერ აქციებს არ არბევენ ხო სასტიკად ბერლინში ან ლონდონში უბრალოდ მერე არის რისთვის იყენებ ხო ამ ყველაფერს რა დასკვნის გამოსატანად ხო რომ იმისთვის რომ ესე იგი დასავლეთი როგორც ოპოზიციურ მედიებში არის იდეალიზებული ეგრე არ არის მაგრამ უნდა გაიძულოსო შენ საერთოდ მე ჩამოგეშალოს ეს რაღაცა ხატი ხო ევროპის და მიიღო ოცნება როგორიც ის არის ხო რომ არავის უკეთესი არავის უარესი ყველა ერთნაირად ცუდია და მოდი ბარემ ჩვენს აი ამ ჭაობში ლამაზად ვიყოთ ისე რომ არავინ ჭკუა არ გვასწავლოს ხო აი ამ მორალიზაციის და აი აფექტების პოლიტიკა აფექტების პოლიტიკაში იმყოფება დღეს მთელი სამყარო ხო ანუ რამდენ გვინდა არ გვინდა დღევანდელი იარაღი არის მაინც ემოცია და აფექტი ხო და ეს თავისთავად ჩემი აზრით ცუდი არ არის ამის გამოყენება შეიძლება ამის ირგვლივ მობილიზება შეიძლება სწორი მიდგომით ხო და აქ მინდოდა იმ ფილოსოფიური ტერმინის შემოტანა რასაც გაბედული საუბარი ქვია ფუკოსთან ხო ან მამაცი საუბარი ხო ეს საუბარი არ არის იგივე რაც fact checking-ი იმიტომ რომ რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს და ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი რაც ერთგვარი პერფორმატიული როგორ ვთქვათ, რაც ადასტურებს მოქმედების ჭეშმარიტებას პერფორმატიულად და არა რაღაცა გაწერილი კრიტერიუმით, ხო? ეს არის რისკი. ანუ იმისთვის რომ გაბედულ საუბარში მიიღოს მონაწილეობა ხალხმა, რაღაც რისკის ელემენტი აუცილებელი არის, ხო? ანუ ამას ვერ ექნება უბრალოდ მოწოდებითი ან აი მასწავლებლის პოზიციის პედაგოგიკის დანიშნულება კი, იმიტომ რომ ну ერთგვარი ეფექტი აქვს მაგალითს აძლევ ადამიანს და ამის მიხედვით ხდება ხალხის ორგანიზება. მაგრამ აფექტის გარშემო არის. აფექტის გარშემო ტრიალებს ეს ტერმინი და ჩემი აზრით ანუ აი ამ პოსტსაბჭოთა და პოსტჭეშმარიტების ეპოქაში ამის გამოყენება შეიძლება. და მე მგონი ძალიან კარგი მაგალითი იყო ამისი, როდესაც მე მგონი თავისუფლების მოედანს რომ მიადგა რაჟდენა და ესაო რა თქოს ხო პოლიტიკური პარტია ხართო ხო და იმათმა დიდი მადლობაო მაგრამ ჩვენ ამდენი ხანს ვცდილობთ რომ დავრეგისტრირდეთ როგორც პოლიტიკური პარტიაო და ანუ ხო ანუ ეს ერთგვარი პარაზიტული აქტი იყო იმიტომ რომ იქ ფაქტებით კი არ უპასუხეს ხო არამედ კომედიით რაღაცა რაღაცა თამაში ხო რაღაცა საშიშთან ხო ეს ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე რაც მინდოდა მეთქვა რომ რეალურად რასაც ოცნება ახლა აკეთებს ხო ეს არის ბიოპოლიტიკური მორალიზაცია ხო ანუ მორალიზაციის მეშვეობით ისინი ცდილობენ რომ ხალხი ჩამოაყალიბონ როგორც მორჩილ ხალხად რომელსაც ეშინია ყველაფერი უბრალოდ ეშინია არაფრის ომის გარდა ანუ მხოლოდ ომის ეშინიათ და დანარჩენი ყველაფერი რეპრესია შეზღუდვები რაც კიდე დაუწესე ხო ანუ იქამდე სამ აფექტის დონეზე მშვიდობა გვაქვს ყველაფერს დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა არაფერს ანუ ჩვენ თუ რუსეთს შევერთდებით ამ მშვიდობიან მდგომარეობაში ხო ეს ოცნებისთვის პრაქტიკულად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ხო და ეშინია იდეოლოგიისაც რა რაღაც გაგებით ამ რასაც ლიბერალურ და ამ გადაგვარებული ევროპის იდეოლოგიას უწოდებენ ხო ანუ ესეც სერიოზული ისაა ხო რა ეშინიათ ომის და ეშინიათ
იდენტობების და იდენტობის დაკარგვას და დაკარგვის. ხო, ეს იდენტობის საკითხი ცალკე კომიკურია, ხო? ანუ ესე იგი, როდესღაც ჩვენ საუკუნეების წინ, ხო, რაღაცა ჩამოსხმული, ხო, იმაში რკინაში თუ ქვაში რო თითქოს რამდენიმე საუკუნის წინ ჩამოყალიბდა ქართული იდენტობა და იმის მერე არ შეცვლილა. აი, მაგრივია ეს ამ კონსერვატორულ ხაზს რომ მოაჩნდნენ, აი მაგაზე რა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეც ხომ რაღაცა გლობალური ტრენდი არის, მით უმეტეს დღეს ამერიკაში კიდევ უფრო ესე გიორგის ნახავს დავაკომენტარებდი კიდე ერთ ამ პარეზიის საკითხში. სხვათა შორის 4 ხოდი განმარტოთ რა, პარეზია რომ ეს არ დარჩეს. დავაცდი გიორგის ახსნა. კი ბატონო. ხო, ანუ როგორც ბევრ ეგეთ პოსტმოდერნისტულ ტერმინს, პარეზიას კონკრეტული რაოდენობის კრიტერიუმები არ აქვს, მაგრამ რაღაც აუცილებელი პირობები არის. ხო, პირველი არის რისკის მომენტი, რომ ვინც საუბრობს, ხო, ვინც ამ პარეზიის აქტში იმყოფება, ის რაღაც რისკს უნდა გადიოდეს, ხო, ეს ანუ უმეტესად ისტორიულად, ეს არის ფილოსოფოსი, რომელიც მიმართავს დიქტატორს, ხო, კლასიკური მაგალითი ეს არის. მაგრამ ამითი არ იზღუდება, ხო, ეს პარეზია შეიძლება იყოს მეგობრებს შორის, უბრალოდ რისკი არის, რომ მეგობრობა შეიძლება დასრულდეს, იმიტომ რომ რადიკალური ჭეშმარიტებას ეუბნები მეგობარს მის შესახებ, ხო, მისი ქმედების შესახებ. და დანარჩენი განმარტებები პარეზიის მართალი გითხრათ არის უარყოფითი განმარტებები, რა არ არის პარეზია. ხო, ანუ პარეზია არ არის მაგალითად სუფთად ტექნიკური საკითხი. რომ ეს არ არის რაღაცა, რასაც შეიძლება დაეუფლო რაღაც ნეიტრალურ სივრცეში. ხო, ანუ ფაქტ ჩეკინგისგან გასხვავებით, ხო, პარეზია არასდროს არ მოიცავს რაღაც ნეიტრალურ თანაბარ მოედანს. ანუ ძალათა ასიმეტრია, სადაც პარეზიასტესი არის უფრო მოწყვლად პოზიციაში, არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ეს მოხდეს. კი ბატონო, რას 4 ნოემბრის ოქტომბრის დასტური ასე ვთქვათ ეს მოწოდება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან როგორ გამოჩნდა არ შემდგარ პარეზიულ აქტად რა, ანუ ეს იყო სიმულირება, ფაქტობრივად სიმულაცია პარეზიული აქტის, მაგრამ უნდა გამოეწვია რაღაცა ხო, რა თქმა უნდა, ეს ის რომ არ იყო, მაგიტომ არ გამოვიდა არაფერი. ხო, ეს საინტერესო იყო. აი რაც შეეხება აი ხო ეხლა რაღაც შეკითხვა რაც დასვი ხო დავუბრუნდეთ ხო აი მოდი მაგაზე ეს გლობალისტური ხო აი ამ ეს კონსერვატორულ აი იდენტობის აი იდენტიტარიზმი რაღაც რასაც პრინციპში მართლა copy paste-ებს ხოლმე ხო ოცნება ისე რომ მართლა შეუძლიათ იმიტომ ეს ტრამპი რაც მოვიდა მასკის და ტრამპის ტვიტებს უბრალოდ იმედი თარგმნიდა ქარდავდა პირდაპირ ისე რომ არაფრის მანიპულირებას არ უწევდა და ქართულად გამოდიოდა სრულიად აი მართლა ძალიან ბუნებრივად ქართული ოცნების ერთ-ერთი გადათარგმნილი ფაქტობრივად საინტერესო მომენტი მე რასაც ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ამ ტაქტიკიდან ხედავ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ მეზობელ ქვეყნებში ამ ავტორიტარულ ქვეყნებში მაგალითად ასევე სოციალური წესრიგი იმართება პროპაგანდისტული მედიებით და ქმედებებით უშუალოდ მატერიალურ ველზეც ძალიან საინტერესო შემთხვევა გვაქვს ჩვენთან ქართული ოცნება ერიდება და ხშირ შემთხვევაში გმობს რუსულ პროპაგანდას და თიციშვერს რომ აი შეხედეთ ტოტალიტარიზმი და დიქტატურა რა არის და მე როგორც სახელმწიფო სუბიექტი ჩემი მედიებით სრული პროპაგანდას დასავლური პროპაგანდით და არა რუსულით. რომლის შემთხვევაშიც ახლა იკარგება რაღაც ცნებები. გვეკარგება ის რომ კონსერვატორები მარტო რუსები არიან და ჩვენ თვითონ არ ვართ ამ შემთხვევაში სახელმწიფო აპარატი. იკარგება ის რომ კი ბატონო ისინი შეიძლება ერთმორწმუნეები არის და ამერიკა ანუ ჩვენ საერთო არაფერი არ გვაქვს, მაგრამ აგერ ღირებულებებით მოვიდნენ ახლა ჩვენთან. ქრისტიანობით რომ თითქოს ევროპულ ფასოვანს მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, როგორც რუსეთი. ხო, ანუ რანაირად იცავს შენ ქართულად ეწოდება. აბსოლუტურად შეუსაბამობა არის. ხო რა, მაგრამ ახერხებენ ამ რაღაცნაირად თარგმნონ მორალის და ზნეობის და სინდისის კონტექსტში ამერიკასთან კავშირი და ხო, რუსეთთან, რომელთანაც რეალური ეგეთივე კავშირები არის და იცის ამის შესახებ ხალხმა ეს მიჩქმალული არის საერთოდ არ ჩნდება მედიის საშუალებით
დაემთხვა იდეალურად ეს ამბავი რაც დასავლეთში და პირდაპირ ამერიკაში ხდება ჩვენთან პროცესებს რაც ვითარდებოდა და არ ვიცით პრინციპში შეიძლება რაღაცების გადაწყობა და გადაკეთებაც კი მოუწიათ და გეგმების ცვლილება თავიანთი მმართველობის პერიოდში ხო იმიტომ რომ ჩვენთან ტრამპმა გაიმარჯვა და არა ბაიდენმა მაგალითად ხო რაც არ უნდა სამწუხარო იყოს რეალობა ის არის რომ ჩვენ ვართ პროპაგანდისტები ვიდრე ჩვენ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ისეთი დიდი ნარატივი ხო როგორც ტრამპ შეუძლია და ამერიკას შეუძლია არც ერთი თვალსაზრისით ჩვენ არანაირი საშუალება არ გვაქვს რომ ტოლობის ნიშანი დავსვათ ხო ამ ორ სახელმწიფოს შორის ამიტომ გვიწევს რაღაცნაირად მათი წესების გადმომღერება თამაში ხო და ევროპელი კონსერვატორების მოსმენა მოწვევა და ნუ ამერიკა ეხა წყალსასხამს ქართული ოცნების დისკურსზე ნუ ხო ცხადი არის აი გადაწყობა რო ახსენე მაგაზე გამახსენდა ასევე შენ ლუკა ახსენე რომ როგორ და იაგო კაჭკაჭიშვილმაც ახსენა ეხლა სოციმედიაზე ნახე რომ და ან უკანონობის დაკანონება ხდება ხო ანუ ეს გასაგებია თავისთავად მაგრამ მე რაც ჩემთვის გასაოცარი იყო ეს არის რა სიჩქარით ხდება ეს რა სიჩქარით ხდება კანონების გადაწერა და ესეც პოსტფაშიზმის გამოკვეთილი თვისება არის ხო არა ის რომ დაკანონება ხდება უკანონობის არა მხოლოდ ეგ არამედ რომ აი უცბად რაღაცას მოიფიქრებენ რომ აი ეს არის სწორი ის არის არასწორი ისე რაღაც აბსტრაქტული მორალიზმიდან გამომდინარე და მე უცბად ხდება ამის ბიუროკრატიული ჩაშლა და ამოქმედება და ეს მანქანები ეს ბიუროკრატიული მანქანები იმდენად ლოკალურია და იმდენად სწრაფად ახერხებენ ადაპტაციას და ცვლილებას რომ ანუ აი ეს არის ჩემთვის საოცარი და ძალიან საშიში და პოსტფაშიზმის გამოკვეთილი სიმპტომი. მეტყვით რომ აშკარად გამოწვრთნეს აი მართლა მორალური და სინდისის ხმა რო აბსოლუტურად გამოთიშული რო აქვს რაღაცა ისეთი ახალი ადამიანი. აი მართლა ბიუროკრატების რაღაცა იმხელა ჯარი ხო რომელიც მზად არის რომ აღასრულოს ეს ყველაფერი ყოველგვარი ზედმეტი რაღაცა და ის პრობლემაც თვითონ პოსტმოდერნულ და პოსტ საზოგადოებებში არის უშუალოდ ესეთი ონტოლოგიური პრობლემა რომ იდენტობებად არის საზოგადოება ისეც დანაწევრებული ნაცვლად იმის რომ სახელმწიფომ დაიკავოს ეთიკური პოზიცია და ეს იდენტობის სახის შენარჩუნება მოხერხდეს ასე ვთქვათ და შესაბამისად კონსტიტუციამ გაითვალისწინოს მისი უფლებები და ფინანსური კეთილდღეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აქ ხდება პირიქით მათი ჩვენ შემთხვევაში და შესაბამისად ამერიკის შემთხვევაშიც ბოლომდე შევიწროება და მოგუდვა რაღაცნაირად რომ თითქოს ეთიკის პერსპექტივა ეს არ არის სინამდვილეში ზურგ შექცევა გამოდის კლასიკური პოლიტიკური ეთიკის მიმართ ხო? ან თან ერთი ჯგუფის ენაზე იწყებს მეტყველებას თვითონ კი, იმიტომ თვითონ ველაპარაკობს ყველას ერის აპარატით რა. აი მან თუ კიდე ეს არის მე მგონი მანამდე გიორგიმ დაიწყო და რაღაც არ გავაგრძელეთ ეგ საკითხი რომ ეს პროპაგანდა რა შვება ხო უბრალოდ თქვა რაღაცა სიმართლე არსებობს და მე თქვა ტყილს დააშენებს ამას თუ რა ან იგივე პოსტსიმართლე რაში მდგომარეობს ხო ან ეს პოსტფაშიზმის მდგომარეობაში რა როგორ მუშაობს ხო ეს პროპაგანდა და ხო აშკარაა რომ თქვა როგორც აი ტრამპი რომ ამბობს რომ ეს მიგრანტები ჭამენ ჩვენს კატებს და ემებს ძაღლებს ხო ეს ხო აღმოჩნდა რომ მისი გამოგონებული კი არ არის არამედ აი ყველაზე შაუბნელ ულტრამემარჯვენე რაღაცა ონლაინ მედიებში მუსირებდა ესეთი რაღაცები და ტრამპი უბრალოდ ამის საჯარო ესე ძალიან ხო ანუ სრულიად ანუ მეინსტრიმული პოლიტიკის ველზე გამოტანას ახდენს და მართლა ხდის ნაწილად ხო ანუ ორბანის შემთხვევაშიც ვიცით რომ ეგრე ამოატივტივა ის კონსპირაციები და ეს ყველაზე რაღაცა მართლა შაუბნელი აზრები რაც მუსირებდა ხო და მართლა გახადა მეინსტრიმული პოლიტიკის მათ ანუ გვაკუთხედათ ჩვენთანაც შეგვიძლია თქვათ რომ რაღაცა აი ის რაც 10 წლეულების განმავლობაშიც კი ტივტივებდა სადღაც რაღაცა ამებში უფრო მარგინალიზებულ ჯგუფებში უცებ მოხდა მისი გაფორმება სახელმწიფო პოლიტიკად. ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია თქვათ რომ პროცესში ვართ დაახლოებით ეგეთ პროცესში.
რომ ვიღაცას ლაპარაკებიან, ხო? ანუ ვიღაცას უბრუნებენ, აშკარად ეს ამ ენაზე რომ ლაპარაკობენ, ხო? აი ასე საქმე თქო არ მინდა თქვა და გამოგვივიდეს რაღაცნაირად, მაგრამ თუ იმ პოზიციიდან წმინდა სოციოლოგიურად დავაკვირდებით იმ პოზიციიდან, რომ ჩვენ მარტო მედიას ვაკვირდებით, მათი მედიები ამას ცდილობენ. ცალსახად და ამას ცდილობენ სხვადასხვა სეგმენტთან მიმართებაში, რომ რაღაცნაირად შეკრან ეს დიდი პოლიტიკური დისკურსი, რაზეც მართლა მე თავიანთ ლეგიტიმაციას და დააშენებენ და აღარც შეეშინდებათ, რომ შეიცვლებიან. ანუ ვინმე მათ შეცვლით. ნუ ეხლა ხო სინამდვილეში რაც მთელი ამბავი პოლიტიკის და მთელი ამბავი პროპაგანდის ძალაუფლების შენარჩუნება არის და ძალაუფლების გამყარება, ხო? და ამიტომ არის ესეთი პროგნოზები მედიიდან, ყოველ შემთხვევაში მედია საშუალებებიდან, ვინც აკვირდება და ყოველდღიურად და აინტერესებს და რაღაცა ამ იმას ცდილობს რომ რაღაც ანალიზი გამოიტანოს, ერთ პროპაგანდისტულ მედიასაც და მეორე პროპაგანდისტულ მედიასაც, ეგეთი საშიშროებები ცალსახად არის კი ჩემი აზრით სახელმწიფო მედიებიდან. კიდევ ერთი ეს გამოკვეთილი თვისებას დავანახე ქოსეს პროპაგანდაში, არის რომ არსობრივად, შინარსობრივად არაფერს რთულს არ ამბობენ, მაგრამ დისტრიბუციის ტექნიკები ამ მარტივი შაბლონური მზამზარებული ჭეშმარიტებების ჭყალებში და ზოგი მართლა ჭეშმარიტებაა, უბრალოდ ბანალური ჭეშმარიტება, უბრალოდ ისე არის გამოყენებული და რა ქვია, გადანაწილებული, ხო, სხვადასხვა ინფორმაციული წყაროებით, რომ ალტერნატივა თითქოს აღარ არსებობს, ხო? და ეს ამის კონტექსტში, ხო, ანუ რეალურად ალტერნატივა არ არსებობს, მაგრამ დისკურსის საუბრის დონეზე თითქოს ძალიან პლურალისტურები არიან, ხო? თითქოს სხვა აზრსაც ისმენენ, თითქოს აი პროტესტის უფლება აქვს პაპუაში მოთქვა იმ დღეს, ხო? აი პროტესტის უფლება აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რუსთავოს რო გადაკეტაო და როცა მართლა ხელს გვიშლი ჩვენი ავტორიტარიზმის გავრცელებაში, მე ეს უკვე კანონარღვევა არის. ხო და მე მგონი ჟურნალისტმა უთხრა, რომ კი, მაგრამ ეგ კანონი ხო თქვენ შეიტანეთო და კი შეიტანეთ, იმიტომ რომ საჭირო იყო. მაგრამ ხო, ეხა წვიან. ხო, ეს რიტორიკული ტაქტიკა საინტერესოა. ხო, აი კობახიძეს უფრო კარგად გამოსდის ეს ვიდრე პაპუაშვილს. ხო, ეს ჟურნალისტი რაღაცას კითხავს, ის იმ წამს ეუპასუხებს. ხო, და რასაც პასუხობს არის თან დამაჯერებელი, თან სრულიად სისულელე, მაგრამ ისმენს. და აი ეს ამ ილუზიას ქმნის, რომ თვითონ დემოკრატიული ქვეყანა ვართ. დიალოგში ისმენს, პასუხობს, მაგრამ თან კიდევ მთელი ამბავი ის არის, რომ პროპაგანდას არ აინტერესებს რა, ეხლა რაღაცა კონკრეტული შეკრული ნარატივიდან შიგნით ამ ამბავში, ამ ინტერპრეტაციაში რა ჭეშმარიტებაა და რა არ არის. ამისთვის მთლიანი ამბავი ის არის, რომ ერთი დიდი ნარატივი შეიქმნას, დიდი ამბავი შეიქმნას, სადაც კი რა თქმა უნდა, შენ თუ დეკონსტრუქცია და გაქექვა გინდა ამ ყველაფრის, ჭეშმარიტებებსაც იპოვი და ტყუილსაც იპოვი. და საერთოდ არც აინტერესებს ტყუილზე დამყარდება თუ იმაზე რა ქვია, ჭეშმარიტებებზე. და შეიძლება არც გამოგადგეს. აი და ყოველსაშენ რეალურ სტრატეგიულ ინფორმაციულ ომში ჭეშმარიტება თლიანად რომც შეიძლება ვერ გამოიყენო უბრალოდ. მაგრამ აი თქვა მათი მიზანი ის არ არის უფრო რომ რაღაცა ერთი კონკრეტული კი არ დაგაჯერონ, არამედ ეგეც ალბათ არის რაღაც სეგმენტისთვის, ანუ ეგ აქვთ ალბათ მიზნად, მაგრამ უფრო ზოგადად ხომ არ არის მათი მიზანი, რაზეც ლაპარაკობენ ხოლმე თქვა პუტინის რუსეთის თქვა პროპაგანდის შემთხვევაში, რომ თავარი მიზანი არის ის, რომ იმდენად დაიქსაქსოს ეს message box-ი და იმდენად რაღაც მართლა გამრავალფეროვნდეს, ხო, ეს ინტერპრეტაციები, ხო და ვერსიები, რომ უბრალოდ დაკარგო კრიტერიუმი დაგეკარგოს იმის შეფასების რა არის სწორი, რა არის სწორი, რა არის მორალურად გამართლებული, რა არის არ გამართლებული და აი ამ დაბნეულობამ შენი პარალიზება გამოიწვიოს, ხო? ის არის, რომ მე ჩვენ სუბიექტებმაც თავები უნდა ამოიცნონ ამ გაშლილ ნარატივებში რა. ან ბევრი ადამიანი შეიძლება მარტო იმიტომ გახდეს ქართული ოცნების მომხრე და გახდა და გამხდარა და გახდება ალბათ, რომ სადღაც მათ ნარაციაში საკუთარი თავი დაიდგინა და იდენტობა დაიდგინა და პიროვნება დაიდგინა რა. კი. აი დღემდე ამ უცნობი არის ჩემთვის, თქვათ ნამახვანის მოძრაობას ძალიან ბევრი ვინც უჭერდა ხარს, ხო? იმ თავითვე რაღაც უფრო კონსერვატიულად განწყობილი დავარქვათ, ეხლა ეს ძალიან შაბლონური თუ არ გამოდის.
ისინი ვინც რიონის ხეობის მოძრაობას მხარს უჭერენ, იმიტომ რომ ის მოძრაობა ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს სრულიად ანტიეროვნულ ქმედებებს, ხო, რაღაც კონტრაქტს, რომელიც ყველანაირ ეროვნულ ინტერესს ფეხქვეშ თელავდა. მას მერე რაც აი 1-2 წლის მერე რაც ოცნება თავისი ენით და ქმედებებით გადაეწყო აი ამ კონსერვატორულ რელსებზე, უცებ ძალიან ბევრი ესეთი ხალხი გახდა ქართული ოცნების მხარდამჭერი, ისე რომ ამის ისიც არის პრობლემებად, რომ ახლა თვითონ ოცნების პერსპექტივიდან თქვათ დაამონათონ რიონის ხეობის მოძრაობა, ან მიჩნიონ, რომ ხო, რიონის ხეობის მოძრაობა მართლაც რაღაცა აგენტურულ საქმიანობას ეწეოდა და ესე იგი ამ ჰესის ჩაგდებით რაღაცა უცხო ძალის ინტერესს ატარებდა. როგორ ოცნების ამ პარადიგმებს აქვს ეგ მომენტი, ხო? ანუ რომ კი შენ სიცრუეში იყავი, სიცრუეში ცხოვრობდი. აი მე მოვედი ახლა, როგორც რაღაცა ეს ჭეშმარიტების ან ჭეშმარიტების ალტერნატივა ან პოსტსიმართლე თუნდაც მე ვარ ეგ და ნუ გეპატიება თუ შენ მასიზამ რა ქვია მოინანიებ და გახდები ჩვენი წევრი და გადმოხვალ ჩვენსკენ და იქნები ცხოვრება სახელმწიფოში. აი რომ ამბობთ რომ fact checking-ი საკმარისი არ არის რა, იმიტომ რომ საერთოდ არ პასუხობს იმას ანუ რაც საჭიროა ხო, რომ მართლა ეს პროპაგანდა მოიხელთო და თქვათ გაანეიტრალო, ხო? აი ძალიან ხშირია ხოლმე თქვათ სოციალებში რომ უპირისპირებენ ბოლო 2 წლის განმავლობაში თქვათ, რა ვიცი, პაპუაშვილის, წულუკიანის, კობახიძის მიერ გაკეთებულ აი ამ ანტიევროპულ განცხადებებს, იმას რაც ისინი ამბობდნენ უფრო ადრე, როცა ისინიც რაღაცნაირად ხო მიიწევდნენ ევროკავშირისკენ, ხო? თითქოს ანუ ამითიც ხდება რაღაცა ანუ რაც იყო მანამდე, ხო? ანუ მათი ანუ ორმაგი სტანდარტების წარმოჩენა ხდება მაშინ, როცა მე განცდა მაქვს, აი თქვა რომ დააკვირდეს კაცი როგორ წარმართეს წინასაარჩევნო კამპანია შარშან, ხო? აი წულუკიანთან ინტერვიუ მახსოვს ნოე სულაბერიძეს იმედზე, სადაც პირდაპირ ხდება ინსცენირება აი იმისი, რაც ახლა შენ აღწერე რა, რომ პრობლემა არ აქვს მათ იმის აღიარების, რომ თვითონაც ხო აი რაღაცნაირად კოლონიზებული სუბიექტები იყვნენ, იმიტომ რომ აი ესე ბრმად ჯეროდათ რაღაცა ევროპის და უბრალოდ მერე გასხივოსდნენ, ხო, გაუნათდათ გონება და გათავისუფლდნენ, ხო, რაღაც დეკოლონიზაცია ჩაუტარეს თავიანთ თავს, ხო, იმიტომ რომ წულუკიანი ყვება, ესე მართლა რაღაც ასეთი იმ შავ ფონზე, რომ აი კულტურის მინისტრი რო იყო, რომელიღაცა ევროპის ქვეყნის რომელიღაცა ძლევამოსილი ელჩი მორიგად კაბინეტში მიადგა და ესე იგი უბისიდან ჯიბიდან ამოაზრინა სიაო იმ ხალხის რომელიც უნდა ამას დაეჯილდოვებინა თუ დაეწინაურებინა და ანუ იგულისხმება რომ მანამდე აი ამ ევროპელი ელჩების დაკრულზე ცეკვავდა წულუკიანიც, ხო, ხო და აი სუვერენიტეტი ხო და უცებ აი რაღაცნაირად გაითავისუფლა თავი, გაუნათდა წულუკიანს, რომ ეს არ შეიძლება და უარით გაისტუმრა ეს ელჩი და შედგა ეს დეკოლონიზაციის აქტი, სუვერენული გახდა წულუკიანიც, ქვეყანასაც სუვერენიტეტი დაუბრუნა და აწი გადავეწყეთ ახლა ამ რელსებზე, ხო? და ანუ ამიტომ ის რომ თვითონაც ისინი მანამდე იყვნენ ისეთი ვენჯეოშნიკები და ისინი ხო მედასავლეთეები როგორც ვისაც ახლა იმაშვებიან, პრობლემა არ აქვს რომ თავიანთი ბიოგრაფიის ნაწილად გაიხადონ, იმიტომ რომ პირიქით თავიანთ რაღაცა ისეთ მართლა გმირულ დამსახურებად მიიწერენ იმას, რომ მათ მოახერხეს, რომ დაეძლიათ ეს უღელი. ეგეთი ეფექტური. ხო, იმიტომ რომ მაგათ რაც მოვიდათ, უბრალოდ იმას ასე ვთქვათ, გადასცემენ შემდეგ ლიბერალებს. ოპოზიციური პროპაგანდა, კონტრპროპაგანდა, ხო? ანუ ვერანაირად ვერ იხელთებს ამას, ხო? ისევ რჩება აი ამ რაღაცა fact checking-ის იმაში, რომ აი შენ რო 3 წლის წინ ჯერ კიდევ რო გერმანიის ელჩს რო ელაქუცებოდი და ეხლა რო ლანძღავ, ეგ როგორი არის და არ არის ეგ მაგაში არ არის საქმე. ხო, ეს დიდი ნარატივი არ გააჩნია ოპოზიციას რაღაცნაირად და თვითონ ესეთი მოქნილი პროპაგანდის საშუალებებიც არ გააჩნიათ, რაც უშუალოდ ქართულ ოცნების ხელში არის დღესდღეობით რა. და აი მაკედან რომ ანუ რომ ხედავთ ჩვენ ხო რომ როგორი ეს არის სწორხაზოვანი არის ხო ეს ოპოზიციური ნარატივიც და აშკარად რომ ვერც ამ პარტიებმა ვერანაირად ვერ დაარწმუნეს ხო ხალხის დიდი ნაწილი და თქვათ იგივე მარჩევნებში ძალიან ესე პირობითად მისცა უმეტესობა ოპოზიციურმა მომრჩეველმა ხმა რომელიღაცა იმ 4 ბარიელ გადალახულ მას ხო სუბიექტს ხო
ანუ რა არის მაშინ გამოსავალი ერთის მხრივ ემოცნების სეულან პროპაგანდას და მეორეს მხრივ აი ამ ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციური მედიების ძალიან კოჭლ სხვადასხვა ეს არჩევნების ამბავი ესეც ქულები დაიწერეს თავის ფსევდოპლურალიზმში, რომ აი ჩვენ არჩევნები ჩავატარეთ და სხვა პარტიებსაც მივეცით საშუალება, რომ ეს თვითმმართველობის ეხლა, ხო? ხო, ეხლა. ხო. მაგრამ აი ჩვენ რა უნდა ვქნათ, ხო? ჩვენ მოძრაობას მაგალითად აქვს უკვე გარდა იმისა, რომ მანამდეც სულ ხდებოდა, ხო? სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობებში ჩართულ ადამიანებს გინ თბილისში და გინ თბილის გარეთ შევქმნით გაზეთი, ხო, ყოველთვიური გაზეთი, რომელსაც ვარიგებთ, ხო, ყოველკვირეულად სხვადასხვა საჯარო ადგილებში და ანუ რა არის ამისი მიზანი, ხო, ერთი თქვა, ჩემთვის პირადად არის ის, რომ აი ფიზიკურად რო ვხედავ აი ესე ცალკე გაზეთს, რომელსაც აწვდი ადამიანს და ისიც აი ამ ცალკე აი რაღაცა რვაგვერდიან რაღაცას მოიხმარს, ხო, წაიკითხავს რაღაცას, რაც გონია რომ შეიძლება ღირებული იყოს, ხო, რაც მათ პრობლემებსვე პასუხობს, ხო, ამითი ჯერ ეს ერთი მათი ამოგდება ხდება აი იმ მობილურში რო სკროლავენ და ყველანაირი კონტენტი რო ერთ სიბრტყეზე რო არის, ხო, რაღაცა ხჭაყარაცხელია, შალბაყაშვილის რაღაცა, პოსტივის რაღაცა манипуляტორული ვიდეო, რა ვიცი, ხო, ანუ ყველაფერი აზერი რო არის მაქედან თითქოს რაღაცა პროცესს წყობ იმაზე გადადიხარ და მე რაც თავარია ამ მარტო გადაცემა ხო არ არის სულ მიდის ხალხთან ლაპარაკი ხო ამ გაზეთის დარიგების პროცესში და მე რასაც ეს ხალხი ამბობს რაც არის მათი მთავარი პრობლემა მე იმაზე ვიწყებთ ჩვენ უკვე წერას იმის გაანალიზებას და შეთავაზებას რაღაცა სწორი ფოკუსისაც და სწორი გამოსავლისაც ხო რაც ჩვენი აზრით სწორი გამოსავალი შეიძლება იყოს ხო თქვათ რა ვიცი იქ ანუ დაბალი ხელფასები იქნება ეს თუ შრომის პირობები თუ სხვა ხო რაზეც ხო მინიმალური შემოსავალი და ამ შემდეგ რაზეც ჩივის ხალხი იმიტომ რომ მან ჩანს კიდე ხო რომ თქვათ ისევ და ეს პროპაგანდა კი არ არის ერთის მხრივ მეორეს მხრივ რაღაცა სიმართლე რომელიც ეს გადაფხიკო ეს პროპაგანდა და ეს ზამზარეული იქნება არამედ სიმართლე თუ რამე არის აი ეს საუბარი ეს პირისპირ შეხვედრა ხო რომელშიც ერთად უნდა წარმოვქმნათ რაღაცა ახალი ჭეშმარიტება ხო რაღაცა ის საერთო რომლის გახლეჩვა და რომლის მართლა გადაფარვა და ჩაკეტვა სურს პროპაგანდას მე მეთქვა რომ ეგ არის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფორმა ხო ანუ მე იმას ვკარობ რომ მე ვარ მართალი და შენ ვარ ჭეშმარიტი ამ დროს ჩვენ ორივე ვართ ოცნების მოედანზე, იმიტომ რომ ოცნება განაპირობებს რა არის კრიტერიუმი ჭეშმარიტების და ტყუილის. ხო, არამედ ჩვენ ვქმნით ჩვენ კრიტერიუმებს იმისი, თუ რა არის ჭეშმარიტი და რა არის ტყუილი. ხო, ეს არის ფუნდამენტური ეს ჩვენს ინტერპრეტაციებს. ხო, ზუსტად, აბსოლუტურად. იმიტომ რომ ანუ პოლიტიკური ბრძოლის საგანია ეგეც, ხო? რომ ანუ და აღმოჩნდება რომ პირისპირ გიდგას ადამიანი, რომელიც შეიძლება თქვა სხვა დროს მართლა მობილურში თუ ტელევიზორში თლიანად თქვა ოცნების პროპაგანდას მოიხმარს, ისე მარტივად გადმოეწყობა ეს ადამიანი აი ამ რაღაცა სხვანაირ ენაზე, ხო, რომელშიც საერთოდ სხვა პრობლემები ჟღერდება, სხვანაირი გამოსავლები ჟღერდება, მისივე როლი რა შეიძლება იყოს, სრულად სხვანაირად ისახება, ხო? თავის შეუძლია დაინახოს უცებ როგორც აქტორმა, ხო, რომელსაც აქვს საშუალება იმისი, რომ ინიციატივა გამოიჩინოს თუ სწორ ადამიანებთან ერთად მასწამს, ხო, რაღაცა შეკრავს, ხო, რაღაცა ერთ პროპაგანდისტული მედიაბადეც არ არის უცვლელი, რა, მთელი ამბავი ის არის, რომ ამ ინფორმაციების და ცნობიერების გაშუალების შესაძლებლობა არის ამ პროპაგანდისტული მედიაბადის ცვლილება. მიეცეს სალაპარაკო და ხმა ადამიანებს, ხო, ვინც ვის რეალობებსაც ფარავს საბოლოო ჯამში ეს პროპაგანდა. ამიტომ ნებისმიერი ინფორმაციის შექმნა, გავრცელება და გიორგიმ როგორც თქვა, პარაზიტული აქტები არის რაღაცნაირად ამ რეალობიდან გამოსავალი. ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, ხო, არაუცილებელი რომ მაინც და მაინც პოლიციელს დაეჯახო იმისთვის, რომ ეს პარაზიტული აქტი იყოს, ასევე უფრო თავდაბალი პარაზიტული აქტები, მაგრამ არანაკლებ საშიში. იმიტომ რომ უბრალოდ დროის ამბავია, ხო, როცა სანამ ოცნება იტყვის, რომ ეს არის დეზინფორმაცია და გამოიყენებს იგივე ლიბერალურ დისკურსს ხშირ შემთხვევაში, ხო, რომ ხა ჩვენ მოგიწყოთ fact checking-ს და მოგვადგება მერე დავუშვათ რუსი ანტიკორუფციული ბიურო ან ასე შემდგომი ორგანიზაცია. ხო და ძალიან შენდობლივი არის მართლა რომ რაჟდენი რომ მოგვადგა თავისი მშველებელ ლუსტარში, მოკლედ ეს გაზეთის და აი ამ საჯარო შეხვედრების
ამბავი იყო ერთ-ერთი მთავარი, რამაც აშკარად შეაწუხა, იმიტომ რომ ხო, აშკარად ხვდებიან, რომ რაღაცა შეიძლება მან სხვანაირი ხაზები გაიჭრას. და რა ვიცი ხო გავაგრძელოთ მაგმართულებით მუშაობას არის თქვა ცალკე კიდე ინიციატივა ხო რომელიც ამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშმა რომელსაც ჩვენი წევრებიც ძალიან ბრალოდ არიან წარმოქმნილები ხო შეთავაზება გააკეთეს იგი ოპოზიციურ მედიებთან რომ რაღაცა დრო ეთერის დაუთმონ ხო აი ის იგივე სახალხო ეთერები გააკეთეს უკვე აი ამ დიდ ოპოზიციურ მედიებში რაც საზმაოს წინ კეთდებოდა და Facebook-ით გადაიცემოდა და ვნახოთ რა შედეგებს გამოიღებს ხო ანუ რომ აშკარად რაღაცა პოტენციალი იმისი არის რომ გაირღვეს ხო ეს პროპაგანდისტული რაღაცა პატე ხო კი ბატონო ნუ იმიტომ რომ დამოკიდებული არის წმინდად მედია პროპაგანდაზე ნუ ხო სიმყიფე ყოველთვის გააჩნია კიდევ უფრო მეტად შეიძლება ვიდრე შიშველ ძალაზე ხო რაღაცა მხრივ იმიტომ რომ ბევრად უფრო კიდე ყოველდღიურად იჭრება ჩვენს ცნობიერებაში იმიტომ რომ აწი მართლა სოციალებით უკვე ყველანაირი მიდან ხო არხიდან შეუძლია რომ შემოაღწიოს ხო მაგრამ ესე იგი ესე უიმედოდ არ არის ჩვენი ამბავი და ჩვენივე საქმიანობა მე მგონი ამას ადასტურებს. კარგით, მე მგონი ეს დრო ამოგვეწურა და უნდა დავასრულოთ ჩვენი მსჯელობა. დიდი მადლობა ყველას ვინც გვიყურებდა. დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, იგივე Facebook-ზე, TikTok-ზეც ვართ. მალე ვეცდებით რომ ეს გაზეთებმაც მოაღწიოს აი ხუჩაბათობების მიღმაც, დაინტერესებულ პუბლიკასთან. და შევხვდებით სადმე ან ფიზიკურად ან მორიგად ციფრულ სივრცეში. მადლობა და ნახვამდის.